მოგესალმებით არა მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო იმ განცხადებას რომ ლობისტური მომსახურება არ ჭირდებათ შალვა პაპაშვილის არ ჭირდებათ კი არა იმასავით არის გამოთქმა რომ ადიდათ უნდალობას არ ექვემდებარება ლობისტურ სერვისებს არ ექვემდებარება დღეს ქართული ოცნება თორე ამ მხტარი არიან ერთი ადგილიდან და დარბიან მთელ ამერიკაში რომ ვინმე იპოვონ ვინც სიტყვაში აცავს ტრამპთან მაგრამ აი ამ რაღაცა კაცის გარდა ვერავინ ვერ იპოვეს ეს ის კაცია სხვა შორის რამოდენიმე წლის წინ ამბობდა რომ აღმოსავლეთ საქართველოში არნახული გაზის საბადოები ვიპოვეთო იგივე კაცი არის ეგ კაცი 10 წლის წინ დაახლოებით ამბობდა ფრონტერას წარმომადგენელი რო იყო რომ არნახული გაზის საბადო იპოვა კახეთში რა 10 წელი გავიდა და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნით ძვირფას მაყურებლებო აი ეგეთი კაცი რა ლობიზმს გაუკეთებს ამას და საერთოდ ვინ არის ეხლა რაც შეხება თქვენ კითხვას რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მადლობა ამ კითხვისთვის ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს ერთი რამ ჩვენ ცხოვრობთ ძალიან მახინჯ მოდელში სახელმწიფოებრიობის ანა ხო ამაზე ხო თანხმდებთ ეხლა ამაზე რაღაცა ხელის დაფარებას ხოვარობთ უმახინჯეს სახელმწიფოებრიობ მოდელში მუშაობთ რომელიც კლასიკური ოლიგარქატიც არ არის ანუ იქ რაღაცა ერთმანეთში აზრს ოლიგარქებიც კი არ აჯერებენ ერთი კაცია ბიძინა ივანიშვილი რეალურად არის ადამიანი რომელიც უკანასკნელი 14 წლის მანძილზე ამ ქვეყანას მართავს ანუ ყველა ვინც იკავებს ოფიციალურ თანამდებობას ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან აი ფულს რო ხაპავდა იმეებით ვედროებით და ტომრებით ღარიბაშვილი და მისი მთელი შანტრაბა ისინიც ეკონდებარებოდნენ მაშინ ივანიშვილს რასაც აკეთებდნენ ამის თავზე ივანიშვილი იდგა ანუ ვინმე სამი სხვა წარმოედგენა რო არ ქონდეს ამიტომ 14 წლის მანძილზე რაც ამ ქვეყანაში მოხდა ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი შესაბამისად საკითხი დგას ძალიან მარტივად ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ფასების ზრდაზე ივანიშვილის გამოა რომ ფასები გაგეზარდათ ივანიშვილის გამოა რომ სიღარიბეში ცხოვრობთ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეს მოდელი ივანიშვილს აწყობს რომ მარტივად მართოს უფრო ანუ ის აძვირებს ის აღარიბებს ის ცუდად მართავს კორუფციაში ახრჩობს ქვეყანას განათლების სისტემას ღუპავს ჯანდაცვის სისტემას აქცევს რაღაცა ჩვეულებრივ საყასბოთ ამ ყველაფრის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი არც რაღაცა ფარული და კონსპირაციული ჯგუფები არც კარტელები არაფერი სხვა და თუ ვინმეს საინტერესებს რა არის კარტელური გარიგება აი დღეს მაგალითად კარტელურ გარიგებას ივანიშვილსა და ცდელობას კარტელურ გარიგების ივანიშვილსა და ბიზნეს წარმომადგენლებს შორის ლაივში უყურებდით ხო აგერ ფარმაცევტებს შეხვდა ეს არის კარტელური გარიგება კლასიკური გაგებით რომ იქ ხალხი შეკრიბა ბიზნესი და ეხლა უთხრობ მოდი ეხლა 3 საათი აქ უნდა ჩავიკეთოთ ჩვენ რაღაცები ვილაპარაკოთ მოდი ეხლა უნდა გავაკეთოთ ისე რომ ჩვენ ფასების დაკლებაზე ვმუშაობთ და ეს ამბავია ეგ არის კარტელური გარიგება სახელმწიფო შედის ეხლა კარტელურ გარიგებებში და ფასებზე რაღაცა არ არსებობს კომისია და შეხვედრა რომელიც დამატებით რამე მიზეზებს გამოიკვლიებს ამ ქვეყანაში ფასების ზრდის ანა ფასები გაიზარდა იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ცუდად მართავდა მონეტარულ პოლიტიკას ფასები გაიზარდა იმიტომ რომ ეს ქვეყანა იხჩება კორუფციულ ჭაობში და ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის ფასში ის ბიზნესი კორუფციის ანუ ქთამის ნაწილსაც დებს ფასში რა თქმა უნდა იმიტომ რომ სადაც უნდა ახალი კარტერული გარიგებების ფორმირებას უყურებთ თაზო ანუ ეს შეიძლება არა შეხედა რომ ახალს ამ ტერმინს არ ვიხმარ ახალს არ იხმართ იმიტომ რომ პატრონი იგივეა ახალს არ ვიხმარ ახალს არ ვიხმარ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, რაღაც კარტელულ გარიგებებში შესაძლოა არაფერი არ ვიცი. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ეგეთ რაღაცები არ არსებობს. მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის კარტელულ გარიგებაზე და ეს გათახსირებულები გამომდგარები არიან და კარტელურ გარიგებების გამო გაგეზარდათო, ჩვენ მოსახლეობას მინდა უთხრა რომ კარტელულ გარიგება არის ეს, ეხლა რასაც აკეთებს. რომ ბიზნესი იბარებს და ეუბნება, რომ ეხლა მოდი ეხლა უნდა შეიკრიბოთ, აქ რაღაც იმიტაცია უნდა გავაკეთოთ, ვითამაშოთ, რომ თავრობა ზრუნავს ხალხზე და ფასებს ვაკლებთ. აი ამას აკეთებს სინამდვილეში. ეგ არის კარტელური გარიგება. ანუ არა ბაზრის, არა კონკურენციის აფუძველზე, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლება დაგავალა, ეხლა უნდა წახვიდა და მარჟა დაიკელიო. ბოდიში გამოთქმისთვის ამას ეჩალიჩება. სინამდვილეში ეხლა დისტრიბუტორებს, სუპერმარკეტებს, ყველას ეჩალიჩება ამას. აი ეს კომბახი ზის და ამას ეჩალიჩება. თქვენივე ტერმინით ფასი დააკელი, იმიტომ რომ მე უნდა გავაპირო. აქ ხედავთ, აი სურათის ჩვენება, აი რა პროცესის სათავეში არის ეხლა ოცნება. ხო ის რაღაცნაირად ამავდროულად ეს სურათი მოქმედებს იმ ადამიანზე, ეხლა იმ დღეს აი პატარა მაგალითს მოვიყვან, ერთ ადგილას ვიყავი და ანუ უპირობოდ მართლა 6 მოქალაქიდან 5 ამბობდა, რომ არ მაინტერესებს ვიღაცამ დაიკლოს, რომ მე უფრო ვიგრძნო შეღავათი. აი ესეთ მოქალაქეზე ამ მოქალაქის განწყობას სავარაუდოდ როგორც სხვა საკითხებზე შესაძლოა იცნობს ქართული ოცნება და ის შესაბამისად მოქმედებს. იმიტომ რომ აი ის განცხადება ეხლა დღეს ამ მოქალაქეს მარტივ რამეში აი თქვენ
თქვენ რა ციფრებიც გქონდათ, ეგეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამიტომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, ხო, აი ამაზეც გითხარით, ეს არ გამოგრჩეს. შეხედეთ, ამ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ვინც ამბობს, რომ აი ვიღაცამ დაიკლოს, მე გაუსაძლეს მდგომარეობაში ვარ, უნდა ესმოდეს, რომ მას აკლებენ პირველ რიგში. და ერთადერთი ვისი შეცვლაზეც პირდაპირ გავლენა აქვს, რა ვიცი, ბიზნესი მას, რა ქვია, აგროხობს ახალიდიანებს ვერ წაართმევს. მოქალაქე, რომელსაც უნდა რომ დაიკლოს, ის იმათი ბიზნესი არის. მაგრამ ის ვინც შეუძლია რომ გააგდოს ხელისუფლებიდან და ვის გამოც 14 წელია ამ უბედურებაში ვცხოვრობთ არჩევნებზე, მე ხმა უნდა მიწეს იმის წინააღმდეგ. უნდა იბრძოლოს, რომ ის აღარ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ იმ იზბრალია ყველაფერი. ეს ერთი და მეორე ხა მარტივი ამბავია კი, ვიღაცას უნდა დააკლდეს ვეთანხმები ასეთ მოქალაქეს. მაგრამ რას ვამბობთ, აი რაზეც დღეს ბრიფინგი ჩავატარეთ ამ საკითხზე. ხო, აქ ხო აი რაღაც ლაპარაკი არის სახელმწიფო სერვისებზე, არა მარტივად, ხო, აი სახელმწიფო სერვისებზე, რომელზეც უბრალოდ ფასია დაწესებული. ფურცლის აღებაზე, როგორიც არის მიწის გაფორმება, ხო, რეესტრში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ერთხელ მაინც რაყოფერა მიწის გაფორმება, ფართის გადაფორმება. სამაგი ფასი რატო გახდა? 50 ლარი რატო ღირდა და 150? რატო გახდა? ფურცელი უფრო ძვირია, დენის გაძვირება ამაზე იმოქმედა, ყველა რა მიმოქმედა ამაზე მაინტერესებს. ხო, უბრალოდ სახელმწიფო სერვისი გაზარდა. ხელსერვისი საფასური გაზარდა. გაგახსენებთ თბილისელებს გავახსენებ City Park-ი იყო ლამის საარჩევნო დაპირება 2012 წელს. და არალამის თვითმმართველობის არჩევნებზე დაპირება იყო ოფიციალური. ამათ გავაკროთ და აი თქვენ ხრავენ და გჭამენ, ისინი აღარ იქნებიან და City Park-ი გავაძევეთ და პირგასამტეხლო გადავიხადეთ. და რაზე იყო ლაპარაკი? 10 ლარიანი იყო City Park-ის ჯარიმები. დღეს იგივე ჯარიმა რამდენი არის? 50 ლარია. მართლა ეხლა რა ხო არ ბნელა 5ჯერ რატო ანუ ის საარჩევნო დაპირება ქონდა რომ საერთოდ უნდა გავაქროვო ეგ განსახადიო. მე შენ სახელმწიფომ ჩაიბარა ეგ სერვის კომპანია კერძო გააგდე. სახელმწიფომ ჩაიბარა ეს სერვისი და გაახუთმაგებას. 5 მაგის იქნება დღეს 50 ლარი ჯარიმაში. პასპორტი ვაიღო 10 წლის წინ 50 ლარს იხდიდი. ეხლა 150. დიახ, ამიტომ გავაკეთე ამ საკითხზე. რაზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება, რომ მოქალაქეს კონდეს წარმოდგენა სრულ სურათზე. აი მაგალითად ავტომობილს რო იფორმებდა და 70 ლარს იხდიდა, ხო? მეც და ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს გამოცდილება. იხდის 201 ლარს თუ არ ვცდები, 200 ლარს 201 ლარს, ხო? აი აქ რა ჩანს სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ თქვენ რო ახსენეთ აი ეს ფასების საკითხი, აქ ყველა ცდილობს ამ წყალში, პირველ რიგში სახელმწიფო რომ რაღაც თევზი დაიჭიროს გარკვეულწილად, ხო? თქვენ ამბობთ რომ იბარებენ ბიზნესს და ამავე განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ, ეხლა წერია რომ ბიზნესი თავისუფალია, უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს. რა თავისუფალი როგორ არის? დღესო დაბარებული ყავს. და თქვენი მესიჯები რა არის? აი თქვენი გზავნილები, რაც ასევე უნდა დაიმახსოვროს მოქალაქემ სრული სურათისთვის, რომელიც აღწევს საუკეთესოდ სახელმწიფოს ზრუნვას მის მოქალაქეზე. მარტივად უნდა ესმოდეს მოქალაქე. სახელმწიფოს დღეს აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ფასები დააკლოს. პირველი, რაც ეხა ჩამოთვალე სახელმწიფო სერვისებზე, ყველა სფეროზე შეუძლია სამჯერ უფრო გააიაფოს ფასები და 4ჯერ გააიაფოს. ყველაფერზე პირდაპირ გავლენა. მთავრობის ერთი განკარგულება ჭირდება. ეს ერთი. მეორე, სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომელზეც შეუძლია DGG-ს განსახადი 18%-დან ქვემოთ დაწევს, მაგალითად 5%-იან ნიშნულზე და რაღაცებზე საერთოდ გააქროს ეს განსახადი. აი ეს შეუძლია და მყისიერი ეფექტი იქნება ფასზე ამ ამბავს. მესამე, ფული აღარ ბეჭდოს. ფულის ბეჭდვას პოლიტიკური მიზნებისთვის თავი დაანებოს. ფულის ბეჭდვას რო შეარჩევს, ამასაც ეფექტი ექნება უახლოეს მომავალში ფასების კლებაზე. აი ეს სამი და მეოთხე, რომელსაც ეს ხელისუფლება ვერ უშველს, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უნდა ესმოდეს. კორუფცია. კორუფცია არის უდიდესი მდგენელი. ის რომ ღარიბაშვილი ფულს კპარავდათ, ის რომ ეს იყო მასშტაბური, ხო, ეს იყო რაღაცა ტოტალური კორუფციის სქემა და ეს სქემა გრძელდება, ოღონდ მაგას ღარიბაშვილი არ ქვია და რაღაც სხვა ქვია. აი ეს კორუფცია გიზრდით ფასებს, პირდაპირ ვამბობ ამას. ეს კორუფცია რა თქმა უნდა გიზრდით ფასებს. ყველაფერი იმასთან რაც ჩამოთვალე, ფულის უაზრო ბეჭდვასთან, განსახადების მომატებასთან, საქართველოს განსახადების მოუმატეს ხალხო. ის 2%, რომელიც საშემოსავლო განსახადზე დაგიმატეს საპენსიო დანაზოგი სახით, ეგ განსახადების მომატებაა. შეფარულად, მაგრამ განსახადების მომატებაა. განსახადები უნდა დაწევოს DGG სასურსათო პროდუქტებზე გაუქმოს და გავუჩ თუნდაც ეგ 2%, რომელიც მნიშვნელოვანი თანხა არის, ეგ 2% გაყინოს და დაუბრუნოს მოქალაქეებს. სახელმწიფოს შეუძლია რომ სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებელი ხდებით, ანუ როგორც ფულის ბეჭდვაზე, ისე აი იმაზე რა ქვია, ამ ცვლილებებზე ყველაფერზე და ბოლოს
და ბოლოს მიადგეს ბიზნეს თუ დაინახავს, რომ იქ რამე არის. და დღეს მაშინ პასუხისმგებლობა დასვან თანამდებობრივი და პოლიტიკური, მაგალითად კონკურენციის სააგენტოსი, რომელსაც უნდა მოეკვლია ეს ყველაფერი. თურმე უნდა მოეკვლია. მაგრამ როგორც ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხალხო, მთელი მთავრობა ფაქტიურად სრული შემადგენლობით კორუფციაში ზის ეხა. ანუ ამათი წინა მთავრობა, ამათივე ხელისუფლების პირობებში, რამე ძველი ხალხი კი არ არის, რაღაც შთამომავლები კი არ არიან იმათ. ამათი წინამორბედები ზუსტად, აი ეხა ვინც არიან. ქოცებით ისინიც მთელი მთავრობა ფაქტიურად სრული შემადგენლობით იმ რგვალ-მაგიდაზე ხალხი როზის იმის ნახევარზე მეტი ფულს კპარავდათ. ბავშვების საკვების ფულს იპარავდა, ჯარისკაცების ფულს იპარავდა, რავი რა სადაც ხელი მიუწვდებოდათ, ყველაფრიდან ფულს ხაპავდნენ. ეს ხალხი და იქ არა იღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე თქვეს რომ რავი აი სტალინმა არ იწოდაო სტალინს ეძინაო და ესენი კარგი ისე გათახსირებულებენ ამათ დავიჭერთ ოღონდ რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას რაღაცა ისა ვართ რა ქვია თვით ჭამის ფუნქცია გვაქვს საკუთარი თავით გამოყვების ფუნქცია გვაქვს ანუ აი ამაში ვცხოვრობთ და ეხა კი საზოგადოებას უნდა ისმოდეს უბრალოდ რომ კორუფცია უძვირებს ფასებს რომ მაღალი განსახადები უძვირებს ფასებს რომ ქვეყანა რომელშიც არ არსებობს პირდაპირ უცხოური ინვესტიცია რომელშიც ეკონომიკა რეალური ეკონომიკა ვერ ვითარდება იქ ფასები იზრდება მოქალაქეებს ესენი უნდა ესმოდეს რა თქმა უნდა მოქალაქეებს უნდა ესმოდეს რომ როდესაც სახელმწიფო სერვისებს გისამაგებს ხელისუფლება ამაში დამნაშავე ზეციურ მანანა არ არის არავინ არ არის დამნაშავე გარდა ხელისუფლებისა როდესაც პასპორტი 50 ლარი ხდება და 150 ხდება არავინ დედამიწის ზურგზე გარდა ხელისუფალისა არ არის ამაზე პასუხისმგებელი ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მარტო უნდა ესმოდეთ ბიძინა ივანიშვილი ზრდის ფასებს ბიძინა ივანიშვილი აღალიბებს ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა დააკარგინა ამ ქვეყანას ევროპული მომავალი ბიძინა ივანიშვილს უნდა დღეს რომ კინის ფარდა ჩამოვიდეს საქართველოს ისე რომ საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოხდეს. ბიძინა ივანიშვილის ბრალია რომ შვიდების ფორუმზე არ მიგვიწვიეს. ბიძინა ივანიშვილის ბრალია რომ ჩვენ რეგიონში მიმდინარეობს ახლა გეოპოლიტიკური პროცესები დასავლეთთან სწორად სწორი ურთიერთობის და ჩვენ ამის მიღმა ვართ. აი ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი. და იმის ამ ყველაფერს აკეთებს იმიტომ რომ დარჩეს ხელისუფლებაში. შეინარჩუნოს ხელისუფლება და ეს უნდა გავიაზროთ, თორე არ არსებობს ამათ ხელში სვლა, რომელიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას. არ არსებობს ეგეთი სვლები და ამიტომაც არის ანა, შეხედეთ, განკონტრებულები არიან, გაფუჭებულები არიან, საერთაშორისო თანხმწინვარად იზოლაციაში არიან. სახელი აქვს რომ საკუთარი მოსახლეობა ქიმიური არაღით დაწამლეს და რომ სადამ ხუსეინთან და ასადთან და იმათთან ერთად ერთ სიაში აღმოჩნდნენ. საერთაშორისო უძიმეს საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულში სახელმწიფო უმაღლეს თანამდებობის პირები არიან გასულილები და მთელი სისტემაა აწყობილი ამ ქვეყანაში აი ამ რაღაცა თაღლითური კოლ-ცენტრების მთელი ინსტიტუციურად არის მოწყობილი ეს ყველაფერი. ანუ აი ასეთ ქვეყანაა და ეხა აღარაფერი ვერაფერზე ვეღარ ლაპარაკობენ. ვერც რაღაცა შეთქმულების თეორიებს მარტივად ვეღარ ყიდიან, ვერც ნაცობას ისე მარტივად ვეღარ ყიდიან და ეხა всё და პირველი შემოიტანეს აი რაღაცა თავისივე ხალხი. მოდით ჩვენ კანიბალები ვართ, ჩვენ ხალხსაც ვჭამთ აგერძმაო, კორუფციაში იყო დასული და აი ეხა ეს შევჭამეთ და მეორე აი რაღაცა სრული პოპულიზმი იმას რომ იცის რომ ცხოვრება გაუსაძლისია. ქოცმა თქვენ გონი არ იცის, ქოცი ხო იკულევს ყოველთვიურად რა განწყობა არის და საქართველოს გაუსაძლისი გახდა უბრალოდ. ცხოვრება არის გაუსაძლისი, ისეთი ფასები რომ გაუსაძლისია. ეხლა მიხვდა რომ ამას გვერდს ვერ აულის. ოღონდ აქაც როგორც ყველაფერში მოიგონა რაღაცა მარაზმი, რომ რა კარტელური გარიგებები და ის არის რა ქვია, სადისტრიბუციო კომპანიები აზიან ამ ყველაფერს. 14 წელი თითქოს ის მართავს. ამაზე გავაგზავნებთ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაცია ამ ქვეყანას. და ამაზე სხვა სტუმართანაც გავაგზავნებთ ანუ რეალურად რა თავისთავად რა შეიძლება იყოს აი ნორმალური თქვა პასწარმოქმნის საფუძველი, რა ტიპის თავისუფალი გარემო, ამაზე ვილაპარაკებთ რეკლამის შემდეგ, ასევე გია ხუხაშვილთან, ისევე როგორც სხვა საკითხებზე, მაგრამ თაზო თქვენ როგორც პოლიტიკოსი მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, თქვენ ახსენეთ რომ ქართული ოცნება და ამას ხშირად ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, რომ ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და რაღაც კონკრეტულ საკითხებზე დგას. ეხლა მე როგორც ოპოზიციურ ჯგუფს მინდა კითხოთ, აი თქვენი ძალისხმევა რაში მდგომარეობს ამ პროცესში, ხომ? ოცნება ხშირად ამტკიცებს, რომ აი საგარეო ფაქტორები, ასე ვთქვათ, აი მათი რაღაცნაირი ცივი მიდგომა, ხო? სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ სასარგებლოდ მუშაობს. ანუ ისინი რაღაცნაირად ასეთ მესიჯებს უშვებენ ხოლმე. აი თქვენი ხედვა რა არის, როგორ უნდა იმოქმედოს ჯგუფმა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, რომ ივანიშვილი გაუშვას ხელისუფლებიდან, ანუ წაართვას ძალაუფლება, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. როგორი დღის წესრიგი უნდა შექმნას და ასევე იმ რთული ვითარების ფონზე, რომელიც არის, ხო, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, ცოტა რაღაცნაირი საკამათო ვითარებაც არის ხოლმე პერიოდულად, რა არის სწორი გზავნილები ამ პროცესში, როგორ უნდა იყოს საქართველოს ინტერესები დაცული?
საერთაშორისო თვალსაზრისით ახით რა თქმა უნდა, დიახ, ორ ნაწილად რომ გავყო. კი ბატონო, მე უნივერსალური ფორმულა ნამდვილად არ მაქვს, ამაზე ხა არ მოგცემდა. არ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ შემიძლია ვთქვა რა არის, რას ვაკეთებთ, რა უნდა გავაკეთოთ მეტი ინტენსივობით. ის რომ ხა რაღაცა მათ სასარგებლოდ მოქმედებს, რომ იზოლაციაში არიან და რაღაცა ესა და შუა საუკუნეების მონღოლეთად ჩამოყალიბდნენ, ეგ არის უბრალოდ ბაკი-ბუკი და ტყუილი. სინამდვილეში ძალიან ცუდად მოქმედებს, ძალიან მძიმედ მოქმედებს ის საერთაშორისო მდგომარეობა, რაშიც ისინი არიან. ძალიან მძიმედ მოქმედებს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მომბობ, ცხოვრება გაუსაძლისი გახადეს და ეხლა დარჩათ მარტო აი ეს რაღაცა. მათ ხო იდეოლოგიაც არ გააჩნიათ სინამდვილეში დგანან აი ამ რაღაცა აღვირახსნილ პროპაგანდაზე და რა მაგამდე ღარიბაშვილი კაი კაცობაზე და რაღაცა პატარა კახობაზე იდგნენ და ეხლა რაღაცა ურწუჩი ჩამოშალეს, ხო? ამიტომ რომ ჩვენ შეიძლება კარგ ფორმაში არ ვიყოთ, მაგრამ ისინი ძალიან მძიმედ არიან ეხლა და მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოების წინაშე ისინი ვამხილოთ, აი რა უნდა გავაკეთოთ? ეგ უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაგრძელოთ მხილება. მეტი ინტენსივობით უნდა ვამხილოთ. აი ყველა აი ესეთ საკითხში, რომელშიც შეეცდებიან გამოძვრენ ვითარებიდან, ბევრი უნდა ვამხილოთ ამ საკითხებზე და მეორე და ყველაზე მთავარი, ანუ ეს მხილება არის ესეთი მიმდინარე პროცესი, კორუფციული სქემები იქნება ეს, საერთაშორისო დანაშაული იქნება ეს, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ქმედება იქნება და რუსეთის სასარგებლოდ, ყველაფერში უნდა ვიცადოთ და ვამხილოთ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ალტერნატივა დავდოთ. საზოგადოებას ვანახოთ პოლიტიკური ალტერნატივა. საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი როგორ ვხედავთ ალტერნატიულ საქართველოს, ან როგორ ვხედავთ მომავალ ამ ქვეყნის განვითარებას, ისეთ ალტერნატივას უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ საზოგადოება დაიჯეროს აი ამ ცვლილებაში ამ ალტერნატივას. ეგ არის ახლა თავარი ამოცანა, ამისთვის მუშაობ და ეგ ალტერნატივა იბადება ასეთ პროცესში. ხო ხედავთ, სათამდე ჩავიდა ეს ყველაფერი, ხო რაღაცა ზედაპირული ყველა ნაცები ხართ, ყველა გათახსირებულები ხართ, აღარ მუშაობს. ეხლა იმიტომ რომ ყოველდღიურობაა ჩვეულებრივი რიგით ქართულისთვის გაუსაძლისი უბრალოდ. აი ეს ყოველდღიურობა გახდა გაუსაძლისი. ჩვენ მთელი პოლიტიკური ოპოზიციაც არ ვართ საუკეთესო ფორმაში, ძალიან შორს ვართ საუკეთესო ფორმიდან. ამიტომაც არის რომ მე მგონია რომ აი ამ ნაწილში როცა ალტერნატივა უნდა დავანახოთ ჩვენ საზოგადოებას სრულფას, უნდა აქ ბევრად მეტი გვაქვს სამუშაო. ხა არ მოყვები, მაგის დრო არ აგვაქვს, მე მგონი რომ მთლიანად რაღაცა ანატომია გავაკეთოთ პოლიტიკური ვითარების ამ ქვეყანაში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს ძალსახად შეგვიძლია. აი აქ მეტი გვაქვს გასაკეთებელი ალტერნატივის ჩვენებაში და ჩვენი ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილება, ჩვენი სტრატეგია რომ ალტერნატივას ჩვენ დამოუკიდებლად ვანახეთ. დამოუკიდებლად გვინდა ვანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, თუნდაც აი ამ ფასების ნაწილში მაგალითი კარგი არის, რის გაკეთება შეიძლება და რას გავაკეთებთ, რომ ხელისუფლება რო შეძლებდა, რას გავაკეთებთ სწრაფად, იმისთვის რომ შვება ნახოს ქართულ საზოგადოებამ. ამის იქით რას ვიზამთით? ეს იქნება ევროინტეგრაცია, ეს იქნება უსაფრთხოება, ეს იქნება საერთაშორისო მდგომარეობა. აი ეს ალტერნატივა გვაქვს შეთავაზებელი საქართველოსთვის. მანამდე აი იცი რა არის, მე შემიძლია ხა ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, მე და თქვენ ვილაპარაკეთ ისედაც, თქვა საერთაშორისო თვალსაზრისით ის ვითარება, რომელიც ჩვენ გარშემო ეხა არის, ის გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც ჩვენს გარემო დაждდა, როგორ უნდა გამოვიყენოთ. თუ რა ეხა მართლა შესაძლებლობის ფანჯარაა და ბევრად მეტის წამოღება და მოპოვება შეგვეძლო, თუ სწორი ნაბიჯებს გადავდგამდით, ვიდრე ნორმალურ დროს შეგვეძლო. ხო, მაგრამ ამაზე ლაპარაკს არ დავუწყებთ, რომ დღეს არ მაქვს სამწუხაროდ ამაზე გავლენი. დე ფაქტო საქართველოს ხელისუფლება ჩაგდებულია ხელში ივანიშვილის რეჟიმში. შესაძლოა დებატებთან დაკავშირებითაც იყო პაპუაშვილის განმარტება, რომელიც თავის მხრივ 4 ოქტომბრის საქმეზე გამჭვირვალობის კვლევასთან დაკავშირებით იყო გაცხარებული, მაგრამ ის ამბობდა, მან თქვა ესეთი რაღაც, რომ აი ოპონენტად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ფაქტობრივად ეს იყო პირობა, ან უფრო მეტი გამოიკვეთ ამ საკითხზე, იმიტომ თასო რომ დამეთანხმები, რომ აი დებატები რო ახსენეს თავიდან და კობახიძეს ქონდა ამაზე განმარტება, დაიწყო მსჯელობა, რომ ეს რატომ ითქვა, ხო? აი თქვათ ხშირად შეწყალების საკითხზეც ესე ხდება ხოლმე, მეც მქონდა გარკვეულწილად სურვილი უბრალოდ რომ სხვა სურათი მენახა, მაგრამ შემდეგ ესე არ გამოვიდა, ხო? სხვათა შორის 59 პატიმარი კიდევ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა და ასევე სამწუხაროდ ამ სიაში არ არის არც ერთი ის პირი, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა და არ არის მზია ამაღლობელი მათ შორის. აი როგორ შეგიძლიათ, აი რამდენად თანმიმდევრულია ოცნება, როგორ ფიქრობ აი ამ პროცესში, თუ აი როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფერზე ისეთი თქვათ სწორი ოპონირება, რომელიც მოქალაქის რაღაც განწყობებს თქვენ მიმართ შეარხევს, ხო გესმით? ანუ უფრო კეთილგანაწყობს, რაღაც იმედს გაუჩენს, რომ აი ალტერნატივა მართლაც და რაღაცას მოეჭიდება, აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ?
ხო, ალტერნატივის გამოკვეთა ხდება ყოველთვის პაიქრობაში. პოლიტიკური პროცესი არის, ხო, ვერბალური, ინტელექტუალური პაიქრობა. ჩვენ საზოგადოებას რაღაცა სასწაულებს კი არ ვთავაზობთ, სასწაულების ფორმულა არავის არ აქვს, ყველა გატყუეთ, ვინც ამას გეუბნება. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა მოდელებს, განსხვავებები პარტიებში არის შეხედულებებზე, როგორ უნდა იმართოს ეს ქვეყანა და რა არის, თქვა, პირველი რანგის პრიორიტეტები და ეს ყოველთვის იკეთება დისკუსიაში, დებატებში. რა თქმა უნდა, ამაზე მარტივი გზა, გარდა იმისა, რომ ვიღაცას დაუმტკიცო შენი სისწორე და ეს გააკეთო საჯაროდ, რა ვიცი, დემოკრატია რომ დაიბადა იმ დღიდან მოყოლებული, ამის ალტერნატივა ვერავინ ვერ მოიფიქრა. არ არსებობს ამის ალტერნატივა. ის რომ ამ ქვეყანაში დებატები არ არსებობს, ახლა შეეხეთ აუცილებლად ვიტყვი ჩვენ პოზიციას. ის რომ ამ ქვეყანაში დებატები არ არსებობს, ეს ქართული უცნობის ბრალია. ტელევიზიებიდან ქართულმა უცნებამ არ გაიყვანა თავის ფალავანები ჩვენიერ დღეს და თქვა რომ აღარ ვждებით ჩვენ დებატებში. თავისით არქნეს ეგ. მე რაღაც პარლამენტში იყო ეგ სივრცე დარჩენილი და პარლამენტშიც ხო იმაზე გადავიდნენ, ლექს გამოდიან, ეხლა რაღაცა ლექს იტყვიან, რომელსაც წინასწარ უწერენ და მე თავი მიკროფონზე დისკუსიაში არ შემოდიან, იმიტომ რომ არაფრის თავი არ აქვს. ამიტომ ამ დებატებზე ვიტყვი რა მარტივად, რა ვიცი მე, სადაც გინდათ, როცა გინდათ, რამდენიც გინდათ, იმდენი მოდით კოცები და ვიდებატოთ რამდენიც გინდათ. ოღონდ რამე მოგონილზე კი არა, აი პრობლემებზე, ფასებზე, დემოკრატიის უყოლელობაზე. მე და თქვენ ხო ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ სოციალურ ქსელში ვარ ყველა და აი ოცნება დღეს ამბობს პაპუაშვილის პირით რომ ის იქნება ოპონენტი ვინც აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს ხო დავიწროვდა უკვე ეს რაღაც სანამ ეს დისკუსია იყო აბსოლუტურად უბრალოდ არასერიოზულად მიმაჩნია იმის თქმა რომ რავი თუ რაღაც დებატების შესაძლებლობა რომ იმაში არ ჩაერთო ხელისუფლებას რა თქმა უნდა დებატები უნდა კონდეს ოღონდ მნიშვნელოვან და რეალისტურ თემებზე და ხა დღეს რაც თქვა ეგ წინაპირობა რა ვიცი დაუწესო სახში ვინმეს თუ უნდა ნუ ეგ კაცი კიდე ცალკე ფენომენი არის რა ლეგიტიმურობას ვაღიარებთ თავის ხა ჩვენ ვაღიარებთ ლეგიტიმურობას და დებატების გამო გავაკეთოთ რავი მე მგონი ძალიან ძიმეთ აქვს მაგაც უკვე ნერვული მდგომარეობა მაგრამ თავარი არის რა ერთი ალტერნატივის გამოკვეთა რა თქმა უნდა ბევრი დისკუსია უნდა ანუ დისკუსია კარგია მაგრამ არა ვთქვათ ანუ პირდაპირ ვთქვათ შეიძლება დაждდე აი მაგალითად პაპუაშვილთან და ეტყვით რომ არა აი მარტივად ვიძახი მივესალმები ვთქვათ არალეგიტიმურ თავმჯდომარეს ესეთი კომუნიკაცია შეიძლება იყოს სცენა ხო ნახი და ჭადრაკს რო ერთი კაცი ერთი კაც რო ბევრს ეთამაშება ხოლმე გროსმეისტერები აკეთებენ ახლა არ მინდა რაღაცა უხეშად გავუვიდეს მაგრამ ესე ვედებატები თუ უნდათ ნებისმიერ და ხუთი კოცი მოვიდეს და ვედებატები არ დასანამ არ დამეძინება იქამდე შემილია რომ ყველა დაუჩაგრო იმიტომ რომ აღარ მაგრამ რა წინაპირობა უნდა დამიწესოს ლეგიტიმურად არ ვაღიარებ იმიტომ რომ არჩევნები გააყალბა და ხელისუფლება მიიტაცა და ეგეთი ხურუში ბოდიში და ჟინი დებატები შალვა პაპუაშვილთან ნამდვილად არ მაქვს რომ ყველაფერს გადავაბიჯო, პრინციპებს გადავაბიჯო და რაღაც ვაღიარო ხელისუფლების უზურპატორები, მაგრამ მაგის გარეშე, აი წინაპირობების გარეშე, სადაც გინდათ, როცა გინდათ, რამდენჯერაც გინდათ, რამდენი კოციც გინდათ.